ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირ ნეირო განვითარების დარღვევად ყურადღების დეფიციტი, იგივე ჰიპერაქტიულობის სინდრომი სახელდება. ეს სინდრომი ტვინის დაბალ აქტივობას, განსაკუთრებით გონებრივი დავალებების შესრულებისას იწვევს. არსებობს სამი ძირითადი ტიპი ამაშლობის, უპირატესად ჰიპერაქტიულობით მიმდინარე, უპირატესად ყურადღების დეფიციტით მიმდინარე და შერეული ტიპი. ეს არის ნაკრები. იგულისხმება ერთ ადგილზე გაჩერების შეუძლებლობა, ხანგრძლივად მოსმენის შეუძლებლობა, საქმიანობის ბოლომდე მიყვანის შეუძლებლობა. ჩამოთვლილი სიმპტომების დიდი ნაწილი ყველა ბავშვის შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოხატული, თუმცა ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებთან სინდრომის დამახასიათებელი ნიშნები მეორდება ხშირად და სხვადასხვა გარემოში. ისინი არ მოქმედებენ თანატოლების მსგავსად, გადაჭარბებულად უყვართ მოძრაობა, ახასიათებთ გაფანტულობა და უჭირთ ქცევის გაკონტროლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ხელი შევუწყოთ, როდესაც ვთხოვთ კონკრეტული დავალების შესრულებას. დავალებები მივაწოდოთ უფრო ნაკლები რაოდენობით ერთჯერზე. მარტივი იყოს ინსტრუქციები. თუ ბავშვი ჯდება სამეცადინოდ, ამ დროს არ უნდა იყოს ტელევიზორი ჩართული ან რადიო. ანალოგიურია სკოლაში, რომ ბავშვი უნდა დავსვათ ისეთ ადგილას, სადაც მისი ყურადღების კონცენტრირებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობები იქნება შექმნილი. ხშირ შემთხვევაში მშობლებს ქცევის ამ ტიპის დარღვევა შეუმჩნეველი რჩებათ ბავშვის სკოლაში წასვლამდე. პრობლემები კი მთელი სიმძაფრით სწორედ ამ პერიოდში იჩენს თავს. ADHD-ის დადგენის ასაკად მიჩნეულია სკოლამდელი ასაკი და სკოლის 1 წელი, ანუ 7 წლამდე. აღნიშნული სინდრომის მკურნალობა ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით მხოლოდ თერაპიულ კურსს მოიცავს. განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება მედიკამენტოზური ჩარევა, ასევე თვითონ უშუალოდ ბავშვთან გარკვეული სახის ფსიქოლოგიური თერაპია. საქართველოში ესე აქტუალურად არ გამოიყენება მედიკამენტები. რაც შეეხება თერაპიებს, ეს უფრო არის ალბათ საქართველოში ამის შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა მიიღონ ეს სერვისი. ფსიქოლოგები ასევე მიიჩნევენ, რომ თუ ბავშვს სათანადო გარემოს შევუქმნით, სახლში, სკოლაში ან ბაღში, ის უკეთესად შეძლებს კონცენტრირებას საკუთარ თავზე. შესაბამისი ხელშემწყობი ფაქტორების გათვალისწინებით კი უკვე ზრდასრულ ასაკში ეს სინდრომი საგანგაშო შესაძლო აღარ გახდეს. ყურადღების დეფიციტი ბავშვობიდან ზრდასრულ ასაკამდე შესაძლოა გაგრძელდეს, თუმცა საერთაშორისო კვლევებმა აჩვენეს, რომ სათანადო გარემოს შექმნამ და გარკვეული სახის თერაპიებმა ბავშვების განვითარებასთან ერთად სიმპტომები მინიმალურ ზღვარამდე დაიყვანა.